მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად ნინო მაჭავარიანის შემოქმედებით ფანტაზიას ხელნაკეთი სააღდგომო დეკორაციები და აქსესუარები დაემატა. იმისთვის, რომ ყველაზე იდუმალი და ლამაზი დღესასწაული სხვებსაც ნამდვილზე იმადუქციოს და დანარჩენი 364 დღისგან კიდევ უფრო განსხვავებული და ემოციური გახადოს. დასწაულის მოახლოებასთან ერთად ჯეჯილი დავტესაგრე ერთი კვირა და ვიყინებ გასაფორმებლად იმასაც. უშინ დავიწყე ძირითადად რაც არის გაკეთებული საავტომობილში. და სათუთად ვდგები, იმიტომ რომ არ მინდა ზედმეტად გადაჭარბებული გამოვიდეს. მაინც უფალთან გვაქვს საქმე. ეხლა ეს ქრისტიანს გაიყიდება, ესენი იყიდება და თავს ვიყავებდი იმაზედაც. იმიტომ რომ მაინც არ არის ჩვენი საქმე. რაც უფლის საქმე, ის უფალი მაინც ისა უნდა გააკეთო. აღდგომო ნაკეთობები რომ გაიყიდება და ადამიანი შეიძინოს და იმით გახარებული იქნება, მეც გახარებული ვარ მაშინ. შემოქმედებითი გატაცება სხვებისთვისაც რომ გაეზიარებინა აღმაშენებლის პირველში საკუთარი სივრცე მოიწყო, სადაც თითქმის მთელ დღეს ატარებს და სპონტანურად მოსული იდეების რეალიზებას ახდენს. შემიძლია დილას რო ჩამოვალ და ღამის 12 საათამდე ვიждე და ვაკეთო. მინდა რომ ვაკეთებ განსაკუთრებულს, რომ არ იყოს არსად. და რომ ადამიანი ეს სიამოვნო შეძენა რომ თვითონ ერთი ექნება სახში რასაც შეიძენს, ამისთანა სტილში ვაკეთებ. სახელოვნებო სფეროში ნინო მაჭავარიანი ახალი სახეა რამდენიმე თვიანი ისტორიით. ყველაფერი კი ემიგრაციის წლებში დაიწყო, როცა შემთხვევით ერთ-ერთ ვიტრინაში ხელნაკეთი ვარდი შენიშნა. ეს ემოცია მალე მისი შემოქმედებითი ფანტაზიისთვის ბიძგი გახდა. და იტალიაში ყოფნის დროს აზიასთან გავიარეთ და მომეწონა ძალიან დიდი ყვავილი. აი იქ ყვავილი არის, იმისანა ზუსტად. მეთქი იმას როგორ ვერ გავაკეთებ ახლა მომეწონა. შევედი მაღაზიაში, ვიყიდე მასალა, წამოვიღე სადაც ვიყავი ოჯახში არ მიშლიდნენ ისინი კეთებას და გავაკეთე. გამოვაგზავნე სახლში. რომ ლამაზი იყო მომწონდა და მეთქი ნაძვის ხეზე გააკეთებენ ბავშვები. ზოგი YouTube-ზე ვნახე მე, ზოგი ჩემი აზრით გავაკეთე და ასე დავიწყე და ასე მომივიდა იდეები. მოდის ანდათან. ნინო მაჭავარიანი თვლის, რომ ჯერ კიდევ შემოქმედებითი უნარების სასტარტო პოზიციაზეა. მეტი განვითარებისა და შესაძლებლობების დრო მისთვის ახლა დგება, რათა მრავალფეროვნებით, დახვეწილობითა და ორიგინალურობით გამორჩეულმა ხელნაკეთმა დეკორაციებმა და აქსესუარებმა კიდევ არაერთი მომხმარებლის სივრცე დაამშვენოს.